მოგესალმებით მეგობრებო. ჩემი სახელია სერგი და დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ თუ რას აკეთებს ერთი ნორმალური ადამიანი, რომელიც მუშაობს საქართველოდან ამერიკაში დისპეჩერად. ეხლა უკვე შუადღეა, ანუ ამერიკის დროით უკვე 6-7 საათია. ამერიკელები მუშაობას 8 საათზე იწყებენ, ახლა გავიმზადოთ და წავიდეთ სამსახურში. Სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ სამსახური აღარ დამჭირდეს და მინდა რომ ფული ესე ვიშოვო, იმიტომ რომ ამის კეთება უფრო მომწონს. ბევრი რაღაცის დაედიტება ვცადე, ფეხბურთები, საინტერესო ამბები, რაღაცები, მაგრამ მე მივხვდი რომ რატომაც არა გამიცნოს ხალხმა. მე ხომ ცუდი ტიპი არა ვარ. მოკლედ დავიწყოთ. გავიმზადე. მოიცა ერთი დეტალი დამაგდა, ერთი წუთი. ცოტა მინუსი მოქთორებში და აი რა მეკლდა. მეგერი ჯორდანელი სიმონ. სამსახურში დასვამდე კამერის მიკროფონს დაუყიდო ბატარია და ნუ გზადაგზა მოგიყვებით მე და მეტრამეს ჩემზე რა. სახლის ჩავკეტე. გამოვედი. მანქანასთან მივალ და დაგიბრუნდებით. Honda Fit-ია. თუმცა რავი, ნუ მანქანა დადის რა. საერთოდ არ მაინტერესებს როგორი მანქანაა რა არის და ეს აკეთებს რა, რამდენს იდგავს. ნელ-ნელა დავიძარი, ჯერ ბატარიას ვიყიდი მიკროფონისთვის და თან დაგიბაზრებით ჩემ ცხოვრებაზე. Შეძელი მე ესეთი რაღაც რომ 21 წელს ასაკში ვიყიდე ორი ბინა. აგერა გამონაცდება ალბათ. ვიყიდე ორი ბინა და მანქანა. და ასე თუ ისე კარგი ტექნიკა მაქვს, კომპიუტერი მაქვს პერსონალური და ვიტყვი კანს შემდეგ. მუშაობ დისპეჩერად ერთ-ერთ კომპანიაში. და ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ და ნუ შესაბამის ხელფასიც მაქვს. საქართველოსთან შედარებით 1000 ლარი და ესე და ესე, ალბათ მაგაზე მეტი მაქვს. ალბათ, არ ვიცი. მე რამდენი მაქვს ხელფასი არ ვიცი. ცხოვრობდი და ვიცხოვრე 4 წელი ამერიკაში. მე რო გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა, ხალხი იწახდა, აქ რა უნდა გააკეთო შვილო. აქ მაგდენ ფულს ვერ იშობი შვილო. რასაც იქ შოულობდი, შანსი არ არის შვილო. ნუ ჩამოვედი და ნუ ბევრზე უკეთეს სამსახურიც მაქვს და ანაზღაურებაც ალბათ. ისეთი ადამიანები მეუბნებოდნენ ამ ყველაფერს, ვისაც ანაზღაურება საერთოდ არ აქვს, ან მუშაობენ, ან ძალიან ცოტა აქვს და კონსულტანტებად მუშაობენ. მე არანაირი შეურაცხყოფა მეც მიმუშავია, მაგრამ ნუ ეტაპ-ეტაპ ალბათ განვითარდი. და ახლა სამოს ვაკეთებ. ვიდეოს ვიღებ, გავბედი და გადავიღე როგორც იქნა. მოდი, დავიძროთ ნელ-ნელა მაღაზიისკენ და მეც მოგიყვებით. მოკლედ, მიკროფონს ვიყიდე და ახლა ალბათ უფრო უკეთესად გაიგებთ ჩემ ხვას, რა იმედია. 1-2, 1-2-3. კი. აქ რო ჩამოვედი, საქართველოში 21 წელს ვიყავი. ნუ ჩემ ბინაში ვცხოვრობ ახლა, ჩემი მანქანა ვყავს, მუშაობ, ასე თუ ისე კარგი შემოსავალი მაქვს. ადამიანი არასდროს არ უნდა იყოს კმაყოფილი იმით, რაც ახლა აქ რა უფრო მეტი და მეტი უნდა აკეთოს. უნდა განვითარდეს. მეც ახლა განვითარების გზაზე ვდგავარ. არ ვიცი ხა ეს ფერები სწორად მიყენია. სწორად ვიღებ კამერით, არ ვიცი, მაგრამ პროსტა მინდოდა რომ დამეწყო. ანუ წეღარო ვთქვით, სულად გავამივიდა მე მგონი რომ აი კონსულტანტებად მუშაობს და ისა და ესა. ანუ ამერიკაში 4 წელი ვმუშაობდი და რავი, აი ხა თუ მაქვს რამე ამერიკიდან წამოყოლილი, როგორ მუშაობდი ან რას ვაკეთებდი, ჩავსვავ აქ რა. მე ძალიან ბევრი ვიშრო, მე ძალიან ბევრი ვიმუშავე. და ამიტომაც ვიყიდე ეს მანქანა. გასაგებია რომ ამერიკაში უფრო მეტად ფასდება შენი შრომა. მაგრამ აქაც თუ გინდა გააკეთებ რა. და თუ არის ზარმაცებ გამოგივა აქაც მე ესე მგონია რა. და ეგ იყო ზუსტად ჩემი ჩელენჯი რომ ჩავალ და დაუმტკიცებ ხალხს რომ იქაც შესაძლებელია რა, ფული შოვნა, ნუ ფული შოვნა. გვისთვის როგორ განისაზღვრება ეს ფული შოვნა, რამდენი შოვნა და როგორ შოვნა რა. ეხლა ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში დისპეჩერად, თუმცა მაქვს რა სხვა შემოთავაზებებიც მაქვს და შემიძლია სხვაგანაც ვიმუშაო მალე რა. ნავი ჯერ უნდა გადახდე და მე თქვა ჰოპო თუ როგორც არის, ეგ გამოთქვა ეგრეა რა. ჯერ არავის არაფერს არ მეუნები, გამოვა. არ გამოვა, მე ისევ გავაგრძელებ ცდელობას და ბოლოს სადღაც მაინც გამოვა რა. თუ გინდა მაინც გამოვა მოკლედ. ვმუშაობ ამერიკის დროით, ამერიკის დროით 8 საათიდან 4 საათამდე, 6 საათი, არა, 5-დან 6 საათამდე, რომელიც აქაური დროით გამოდის შუადღის 4-დან
3 საათამდე მუშაობა რა. ზამთრის პერიოდში დრო როცა იწევა 5-დან 3-მდე გამოდის და ჩვეულებრივ დროს 4-დან 2-მდე რა. ეხლა უმუშაობ პატარა მანქანების მიმართულებაზე, სპრინტერები, სმულები და ლარჯები, ესე დრაივენები, ტრაილერები, დიდი ტრაილერები მოკლედ რო აქცნათ რა. ტრაილერები და ისინი უფრო მაინტერესებს და მაგ ეხა გადასვლის შანსი რა და რავი იმედია გავამივა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აქ ისე ვარ დავრჩები და უფრო ახალ რაღაცას ვისწავლი და სულ ახალ რაღაცებს გავაკეთებ რა მაგის იმედი მაქვს რა რატო გადავწყვიტე ამის გაკეთება ეხლა რატო გადავწყვიტე რომ დამედო ვიდეოები და გავცნობოდი ხალხს ალბათ სწორი ეს იქნება აი არ ვიცი ვუყურებდი ვიღაცის ვიდეოს რა მე მგონი ქვია ელისო და გიორგი, არ ვიცი, მე მგონი ეგ ქვია. და ეგ იძახდა, რომ ნუ იდეაშიო, ყველა იძახის, რომ გამოჩენა არ მინდაო, ვიდეოების გადაღება არ მინდაო, ის არ მინდაო, ეს არ მინდაო, მაგრამ სინამდვილეში გულის სიღრმეში ყველას ძალიან კარგად უნდა ვიდეოების გადაღებაცო და ხალხმა რო გაიცნო და პოპულარული რო გახდესო რა და მე ეს მგონია ერთ-ერთი წარმატება, იმიტომ რომ აქამდე ვფიქრობდი რომ აი ხალხი რა სიტყვის ჩემზე ამას რო ვაკეთებ ალბათ დამცინებენ მაგრამ საერთოდ არავის არ აინტერესებს რაღაც სიტყვიან და ვსიო მორჩა თუ აინტერესებს კიდე გიყურებენ კიდევაც და კომენტარებენ კიდევაც და გილაიქებენ კიდევაც და შენი ყველაზე დიდი ჰეიტერი შენი ყველაზე დიდი ფანი იქნება ეგრე მგონია მე რა შეიძლება ეხლა მე ზდამცინან რომ აი არასწორად ვიღებ რას ვაკეთებ, როგორ ვიღებ, რას ვლაპარაკობ საერთოდ. მაგრამ რაღაცით ადამიანმა უნდა დაიწყოს და მე ნელა განვითარდება რა. თქვენც ნახავთ ჩემ განვითარებას, ეს იქნება ჩემი პირველი ვიდეო და ამის მერე როგორ განვითარდები, მაგას ნახავთ რა. ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, სულ არა, ცოდი ადამიანი არა ვარ. დაგივასებით მოკლედ ერთ სიტყვით. ზოგით შურით იმას იზავს, რომ აურეებს და ხიზოეჭველი რაღაცა ფულის გურუები და ისინი რო არიან თავისი მანქანა იგი და ბინები იგი და არა ის და რაღაცეები მაგრამ ხო გეუბნები თუ უშოვი რამეს ამოვანათებ როგორც მუშაობდი და სადაც მუშაობდი აი კი ვშოულობდი ფულს ამერიკაში მაგრამ იმდენი შრომა გიწევს ამერიკაში არ იმუშავებ და დარჩები მშიერი პლუს აქეთ ფული გამოსაგზავნე გაქვს პლუს ქირა სახდელი გაქვს არა მარტო ქირა მანქანის დაზღვევა ტელეფონის ბილები და ასე შემდეგ ამერიკაში ვმუშაობდი moving კომპანიაში რა moving კომპანია არის კომპანია რომელსაც ანუ იგივე 25-60 რაც აქ იყო რა ყველა მიცით აუჯის გადაზრდის სერვისი 25-60 იგივეა მაგრამ ანუ 25-60-ზე მეცი შოვის ალბათ ძალიან ბევრად მეცი შოვის იგავური moving კომპანია ერთი წელი ვიმუშავე დამხმარედ კაროჩე ინგლისურიც ვიცოდი დამხმარედ ვიმუშავე შევდიოდი შევყვებოდი ამ ჩემ უპროცესებს და ვაკვირდებოდი საბუთებზე რას უხსნიდნენ რას როგორ აკეთებდნენ რა ესე რომ მივყვებოდი ხოლმე მეც ვისწავლე რა ეს ყველაფერი და ერთხელ გამიშვეს მარტო სამუშაოზე თავიდან ძალიან მინერვიულე 1-ზე 2-ზე 3-ზე 4-ზე მაგრამ როცა ეჩვევი ადამიანი თავიდან ყოველთვის რთულია რა და როცა ეჩვევი მერე და მერე უფრო მარტივდება რა ეს ყველაფერი ხალხზე მოტყუებაც გიწევს სხვანაირად გულს ვერ იშოვ ოღონდ ისე კი არ ვატყუებდი ხალხს ვატყუებდი კუბებს და მანქანაში რამდენი ადგილი წაიღო ამა თუ იმ შკაფმა თუ ხუთმა თუ ასე შემდეგ და აქედან დამატებულიდან გამიშენები მერგებოდა ვაკეთებდი ყველაფერს ავეჯი როცა იყო რა შეგეფუთა რა ავეჯ ფუთავდი გარეთ გამომქონდა მანქანაში შემქონდა კლიენტთან ჩატან როდის უნდა ჩამეტანა როდის ფული უნდა გავამერთვია რამდენი უნდა გავამერთვია ყველაფერში მოვარკვევდი რა და 4 წელი გავძელი მეტი ვერ გავძელი რა ძალიან სტრესული იყო გავძელი ნუ კიდე გავძლებდი მაგრამ პროსტა მივხვდი რომ მეც არ მივხვდი რომ ეგრე წელი ცხოვრება ვერ გავკაჭავდი რა და სულ მინდოდა რომ ეს კომპიუტერიდან მემუშავა და რაღაც და ნუ ეხლა იდეაში მაგას ვაკეთებ რა კომპიუტერიდან იმუშავებ ან რო ვიძახდი ხოლმე რომ მაგალითად აი დისპეჩერი გავხდები ან რაღაცის კომპიუტერით ვიმუშავებ ან იმას გავაკეთებ ან ამას გავაკეთებ დამცინებდნენ რა დამცინებს კომპიუტერით როგორ იმუშავებ შენ მოდი აქ დაეტიე სადაც ხარ და ისა და ესა მაგრამ დავამტკიცე რომ შემილია შეიძლება ამერიკაზე ნაკლებ ფულს შოვლო თუმცა საქართველოში
ანუ საქართველოსთან ამერიკაში ვმუშაობ ისევ რა, ამერიკას არ მოვწყვეტილ ვარ. ერთადერთი საქართველოში ვცხოვრობ, თორე ამერიკაში ვმუშაობ, ამერიკაში ბროკერს ველაპარაკები და დღეში 10 საათი ამერიკაში ვცხოვრობ, ჩათვალე, იმიტომ რომ ტვირთებს, მძღოლებს, ბროკერებს ყველას იქ ველაპარაკები. ზოგი იძახდა რომ აუ შეუძლია კომპიუტერით არა, იმით უნდა იმუშა, აი რატო არის შეუძლებელი რა. ადამიანს თუ გინდა და თუ ისწავლო, ყველაფერი გამოგივა რა. ეხლა სამბოზე არ ვჩერდები რა მარტო რა. მეტ და მეტ რაღაცას ვცდილობ, რომ დილობით ვარჯიშობ, იმასაც გაჩვენებ. დილობით ვარჯიშობ, მე აქ სამსახურში მოვდივარ. პლუს როცა თავისუფალი დრო მაქვს, აი ხა როცა თავისუფალი დრო მაქვს, ეს უნდა ვაკეთო რა, არ მაინტერესებს. დავიწყე და ბოლომდე უნდა მივყვე რა, იმიტომ რომ მაინტერესებს ესეთი რაღაცა ედიტინგი. და ნუ ხალხიც მიცნობდეს რა, რატომაც არა. ვცდილობ დიდ მანქანებზე გადავიდე ეხლა, რომ უფრო მეტი ვისწავლო რა. და აი ველოდები რა ვიცი, სამი ოფცია მაქვს, ერთ-ერთი მაინც უნდა გაამართლოს რა. ეხლა აქედან ისედაც ესე გელაპარაკები და სამსახურში რომ მივალ იქიდან კიდევ უფრო მეტად გაჩვენებთ რას ვაკეთებ და სად მუშაობ საერთოდ იმას გაჩვენებთ რა. იმედია ამ მიკროფონმა ჩემი ხმა გამოასწო რა. სამსახურშიც მოვედი. მეტი არ ვიცი რაზე გელაპარაკობთ რა. ხო, დღეს ველოდები ზარს. GA Logistics-ისგან online გასაუბრება უნდა მქონდეს წესით. და სამსახურში არ ვიცი როგორ ამოახერხება ყველაფერს, თუმცა მე ყველაფერი შემიძლია. ახლა შეგიძლიათ შევალ გაჩვენებთ, რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ და დაგიბრუნდებით. ჩემს სამსახურს ვერ განახებთ, იმიტომ რომ მე ძალიან ცნობილი რო გავხდები, არ მინდა რომ მოვაწყდეს ხალხი ხდებით. მოკლედ, შევალ და დაგიბრუნდებით. დილის 3 საათია. სახლში ხა მოვედი და მთელი გზა ვფიქრობ, როგორ შეიძლება ვიშოვო მეტი და მეტი ფული. შემიძლია თუ არა მეტი ფული ვიშოვო? რამდენიმე სამსახურში მუშაობთ? კი, შემიძლია. მაგრამ რამდენ ხანს გასტანს რამდენიმე სამსახურში მუშაობა, ხო? რამდენი ადამიანი იცით, ვისაც რამდენიმე სამსახურში მუშაობია და ეხა მილიონერი. ისიც ვერ გამიგიარის, იკეთება მინდა საერთოდ. ნუ ეს რაღაც ახლა დავიწყე, იმედია ეს მაინც იქნება რეგეკეთებაც მინდა ვიდეოების გადაღება გულისხმობ. ხალხს ლაპარაკს. უბრალოდ ძალიან დავიღალე რა, მე თქვენ რომ ვენძღები, წადი სასახურში, მოდი სახლში, წადი სასახურში, მოდი სახლში. იმის თქო მინდა რომ იმედია ეს იქნება ის რაღაც, რაც მომცემს საშუალებას და სურვილს, რომ სიამოვნებით ვაკეთო ეს საქმე და არა ზიზღით რა. და იმედია თქვენს დამეხმარებით ამაში. დიდი მადლობა. გამოიწერეთ ჩემი არხი და დროებით.